განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ქარელის რაიონში დედაშვილი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ტახტისძირში მოხდა. გარდაცვლილები 31 წლის და 66 წლის ორი ქალია, რომლებსაც სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მკვლელობა კვირას მოხდა, დედაშვილის ცხედრები კი მეზობლებმა დღეს დილით ნახეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ტყვის მასრები. ზეკო გიორგაშვილი დეტალებით. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში 66 წლის მანანა ჯალაბაძისა და 31 წლის მერი ჯაფიაშვილის ცხედრები მათივე სახლში დღეს დილის საათებში მეზობლებმა ნახეს. მათი ინფორმაციით მკვლელობა სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით კვირას ღამით მოხდა, თუმცა სოფელში გასროლის ხმა არავის გაუგია. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ტყვის მასრები. საღამოთ დედაშვილი დახოცილი იპოვეს სახლში. ქურდობის მიზნით რა ხდება ვერ გავიგეთ ჯერ პოლიცია აწვის. გუარის 31 წლის ქალია 66 წლის ძალიან პატიოსანი კარგი ხალხი გაუგნებულებიათ ვერ გავიგეთ რა მოხდა. რომ გავიღვიძეთ ყვირილი შემოგვესმა და გამოვედით რა ხდებაო სოფელში რა ის იმასაკნაო და ეგრეთი საშინელი ამბავი დაგვხვდა. ძვირფასი დედა კარგი და ქალი გოგო ხო ძვირფასი ბავშვი. ეკლესიური ზედმეტად კეთილი ქალი. იარაღით არიან დახოცილები, ცეცხლსასროლი იარაღით. დახოცილები ნახეს, მეზობლებმა ნახეს დახოცილები დედა და შვილი. ეს დილის საათები იყო 7 საათისთვის და წინადღეს გაუჩინარებულები იყვნენ და დილას გაიგეს რომ ეზოში კარები გააღეს, გადახტენ ზაბორიდან და ნახეს რომ დახოცილები იყარენ. თანასოფლელებმა დედაშვილის ცხედრებს მას შემდეგ მიაკლიეს, რაც ისინი სოფელში 2 დღის განმავლობაში არ გამოჩნდნენ. მათთან დაკავშირება ტელეფონით რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ზარები უპასუხოდ რჩებოდა. საცხოვრებელში კი მთელი ღამის განმავლობაში სინათლე ენთო, რამაც მეზობლები დააეჭვა. სოფელში მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. Ძარცვა ახლა აი შეხედეთ აი იმას ძარცვის მიზნით რა არ ამგონია. კონფლიქტის არა აი მთელი ეკლესიური ხალხი იყვნენ. ორთავე დედაშვილი ეკლესიას და სეპისკვერებს აცხობდა ეს ქალი ეკლესიისთვის. ესე რომ სოფელში მტერი არ ყოლია. შემთხვევის ადგილზე დილიდან სამართალდამცავ უწყებებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი თოცლაძემ შესაბამის უწყებებს უმოკლეს ვადებში ადეკვატური გამოძიებისკენ მოუწოდა. მაჟორიტარმა ისიც აღნიშნა, რომ დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ძალოვანმა უწყებებმა, ძალოვანმა სტრუქტურებმა უმოკლეს ვადებში გამოიძიოს ეს საქმე და ის ადამიანებმა, რომელმაც ჩაიდინეს ეს უმძიმესი დანაშაული, სათანადოდ იყვნენ დასჯილები. ადგილობრივი ხელისუფლება მზად ვართ ოჯახს ყველანაირად დაუდგეთ გვერდში და შევუმსუბუქოთ ის ტრაგედია, რაც ამ წუთებში ამ სოფელში დადგა. ექსპერტ-კრიმინალისტების შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება. სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.